2020 წლის მასწავლებლთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში ამოცანა ნომერი 1. ლინზაზე დაცემული სხივია A, რომელიც გამოსახავს სხივს ლინზაში გავლის შემდეგ. ესე იგი მოცემული გვაქვს. ხო, როგორც ნახაზი დავხედავთ, საგანი მოთავსებული არის 2F ლინზიდან 2F ფოკუსური მანძილით დაშორებულ წერტილში. შესაბამისად, D, ესე იგი მანძილი ლინზიდან გამომსხივებლამდე ტოლი იქნება 2F-ის ტოლი და ჩვენ გვაინტერესებს სად აღმოჩნდება საგნის გამოსახულება გარდატეხის შემდეგ. შესაბამისად, გვაინტერესებს F-ის მნიშვნელობა. ამასთან თუ რაღაც დავაკვირდებით, რადგანაც ეს ლინზა არის შემკრები, შესაბამისად F-ი მეტი არის 0-ზე. ამასთან მიღებული გამოსახულება არის ნამდვილი, შესაბამისად F პატარა მეტი არის 0-ზე და გამოსხივებელიც რადგანაც ნამდვილი არის, D-ც მეტი არის 0-ზე. ეს ახლა დაგვჭირდება იქნა გამომდინარე, რომ თუ ჩავწერთ ახლა ჩვენ ლინზის ფორმულას, 1 შეფარდებული F-თან ტოლია 1 შეფარდებული D-s პლუს 1 შეფარდებული F-თან. ყველაფერი დადებითია, შესაბამისად ნიშნის შეცვლა არ მოგვიწევს ახლა ჩვენ აქ. და თუ გავითვალისწინებთ, რომ D ამ შემთხვევაში 2F-ის ტოლია, ეს ტოლი იქნება 1 შეფარდებული 2 F-თან დამატებული 1 შეფარდებული F პატარასთან, საიდანაც 1 შეფარდებული F-თან ტოლი იქნება 1F-თან მინუს 1 2F-თან. აქედან 2F იქნება საერთო მნიშვნელი, 2-ს მინუს 1, ეს ტოლი იქნება 1 შეფარდებული 2F-თან, ანუ გამოვდის ჩვენ, რომ 1 შეფარდებული F-თან ტოლი ყოფილა 1 შეფარდებული 2F-თან, საიდანაც მანძილი ლინზიდან მიღებულ გამოსახულებამდე ტოლი ყოფილა აგრეთვე 2F-ის. შესაბამისად, გარდატეხის შემდეგ გამოსახულება, ნამდვილი გამოსახულება აღმოჩნდება 2F წერტილში. ანუ ჩვენი საძიებელი წრფე ყოფილა 4. პასუხი D.